ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შევიდა. უკრაინა საკმაოდ წარმატებული იერიშებს ახორციელებს რუსეთის სიღრმეში. იქნება ეს ენერგოინფრასტრუქტურა, იქნება ლოჯისტიკური ცენტრები, ზოგადად ეკონომიკური სისტემა თუ რაც თავარია საზოგადოებრივი ცნობიერება, საზოგადოებრივი განწყობები. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეხო და დღეს ვისაუბრებ დასავლეთის მიერ იმ სამხედრო ზეწოლაზე, რომელიც ბოლო თვეებია საკმაოდ აქტიურად ხორციელდება რუსეთის წინააღმდეგ და რამდენად საკმარისია ეს სამხედრო ზეწოლა აიძულოს პუტინის რეჟიმი მიუსწრეს მოლაპარაკების მაგიდას დასავლეთისათვის მისაღები პირობები. თუ ეს გამოიწვევს რუსეთში იმ ძალების გააქტიურებას და იმ ძალების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ჩაგდებას, რომლებიც ითხოვენ რუსეთის უპირობო გამარჯვებას ამ ომში. სანამ ანალიზზე გადავალთ, მეგობრებო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ და ამით დაუჭიროთ მხარი პლატფორმის განვითარებას. ივლისის დასაწყისიდან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე დაახლოებით რუსეთის სიღრმეში და განსაკუთრებით ყირიმის ტერიტორიაზე გახდა 130-ზე მეტი ენერგოინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ამატებით იბომბება ლოჯისტიკური ცენტრები და თქვენ ყველად ნახეთ ის კადრები, როდესაც ვალდბერისის ესე იგი სასაწყობე ფართები დაიბომბა. მათ შორის სანქტ-პეტერბურგის, ლენინგრადის, კრასნოდარის ოლქებში. გასაგებია ეს ვალდბერისი არის სამოქალაქო სავაჭრო ობიექტი, თუმცა უკრაინული მხარე საუბრობს იმაზე, რომ ეს სულად არ წარმოადგენს რაღაცნაირად ამ კერძო კომპანიას, ის გათვლილია რუსეთის სამხედრო ძალების მომარაგებისათვის და არის ჩვეულებრივი ლოჯისტიკური ცენტრი. მასში ესე იგი განთავსებულია რუსეთის არმიისთვის საჭირო ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ეხმარება რომ შეავსოს საკუთარი სამხედრო ტექნიკა, საუბარი იყო რაღაც ბატარეებზე, უპილოტო საფრენი აპარატების შემადგენელ კომპონენტებზე და ასე შემდეგ. და უკრაინული მხარე ამბობს, რომ დღეს სამოქალაქო და სამხედრო სექტორი რუსეთში იმდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ყველა მსგავსი ობიექტი არის გამოყენებული რუსეთის მიერ სამხედრო მიზნებისათვის. ეს არის მათი ლოგიკა, თუმცა დიდი ალბათობით ლოჯისტიკურ ცენტრებზე დარტყმა, ეს არის ამ ჰიბრიდული ომის, ახალი თანამედროვე ომის ნაწილი, ასევე ამით აქტიურ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე და აქტიურ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე, იმიტომ რომ თუ კი აქამდე დაუშვათ რუსეთის საზოგადოებაში ომი იყო მისთვის პერიფერიულ ნაწილას, სადღაც იქ უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, დღეს ომი აი ამ აქტიური თავდასხმებით მივიდა მათ სახლამდეც. კადრები, რომელიც გავრცელდა იგივე პეტერბურგის ან ლენინგრადის ოლქებიდან და ის ასე იგი ბლოგერების თუ ჩვეულებრივი ინდივიდების რეაქციები ამაზე მეტყველებს, რომ რაღაცნაირად საზოგადოებრივ განწყობაზე ცვლილება უკრაინამ აი ამ ბოლონდროიდელი იერიშებით უკვე მოახდინა. ამის მიზანი არამხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ზოგადად რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ ომით გადაღლილი მოსახლეობამ ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე. ამის მიზანი არის სავარაუდოდ ისიც, რომ როგორც თვითონ ზელინსკიმ განაცხადა, სექტემბრის ბოლოსკენ ის ელოდება მასობრივ მობილიზებას რუსეთში და სწორედ ამ მობილიზების პროცესზე შესაძლებელია მსგავს ტიპის იერიშება იქონიოს გავლენა, რადგან თელს რუსულ საზოგადოებას დაანახოს ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შესაძლებელია აი მობილიზების შემდგომ მას ფრონტის ხაზზე დაუდგეს და ამით ჩაშალოს, მოკლედ ხელი შეუშალოს რუსეთში წარმატებით გახორციელებულ მობილიზებას. თუმცა რამდენად საკმარისი იქნება ისეთი ჩაკეტილი სივრცისთვის მსგავსი იერიშები, როგორც რუსეთია, რუსეთს აქვს მიღებული სპეციალური კანონები, რომლის მიხედვითაც ათასობით ადამიანს უკვე გარკვეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა. ეს არის აი ყალბი ინფორმაციის გავრცელება ომის შესახებ და ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც აი ამ რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. შესაბამისად, ამით ცდილობს რუსეთი, რომ აი ეს პაციფისტური ან ომის საწინააღმდეგო პოზიციები, სადაც დადანაშაულებულია ოფიციალური მოსკოვი, ესეთი განწყობები მის საზოგადოებაში აკონტროლოს და პირიქით მოგუდოს რაღაცნაირად. არსებობს რა თქმა უნდა მეორე მხარეც რუსულ საზოგადოებაში, რომელიც ითხოვს რუსეთის უპირობო გამარჯვებას. ეს ნაწილი რამდენად ესე იგი მცირეა, ესეთი რაღაცა ყოვლის მომცველი კვლევა არავის ჩაუტარებია, თუმცა ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ
ის შეიძლება უმცირესობას წარმოადგენდეს, მაგრამ არის ყველაზე ხმამაღალი ნაწილი აი ამ საერთო საზოგადოებრივი გაწყობებისა. ხმამაღალი ერთის მხრივ იმით, რომ რუსეთის უპირობო გამარჯვების მოთხოვნის დაყენება შეუძლებელია რუსეთისნაირ ქვეყანაშიც კი, რომ რაღაცნაირად მედიურად ჩაახშო ესეთი ხმა, რადგან პირიქით ის არც ომის ნარატივებს არ ებრძვის და არც ზოგადად იმ გაცხადებულ გეოპოლიტიკურ მიზნებს, რომლის საფარქვეშაც განახორციელა ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთმა. თუმცა ეს რადიკალი უმცირესობა ასევე გარკვეულწილად წნეხის ქვეშ აყენებს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან უპირობო გამარჯვების მოთხოვნის მიღმა ჩვენ ვხედავთ უკვე გაწელილ სამხედრო კონფლიქტს და რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ უკრაინულ იერიშებსაც. აი ამ ორმაგი წნეხის ქვეშ, რა თქმა უნდა, იმყოფება დღესდღეობით ოფიციალური მოსკოვი, თუმცა ოფიციალური მოსკოვის აქვს საკმაოდ ესეთი მკაცრი განაცხადი, რომ ის აუცილებლად მიიყვანს მის მიზნებს ბოლომდე. იყო რაღაცა ტიპის შეხვედრები, მაგალითად რუბიო შეხვდა ლავროვს, გამოითქვა კიდევაც განცხადებები. ისაუბრა რუსულ მხარემ, რომ ანკორუჯის სული მკვდარია, ამაშიც როგორც რუბიოს განცხადება გავრცელდა ამერიკული მხარეს დაეთანხმა, რადგან იმ შეთანხმების პირობები, როგორც აღმოჩნდა, მიუღებელია კონფლიქტის მხარეებისათვის. ამიტომ საჭირო ახალი ტიპის თანხმობების გამოძებნა, რათა კონფლიქტი გაიყინოს. ესკობა განაცხადა, რომ ისინი დაელოდებიან ამერიკელთა შემოთავაზებას თუ რა ტიპის საზავო პირობებს შესთავაზებს რუსულ მხარეს, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი განაწყენებულია შეერთებულ შტატებზე, რადგანაც მან ვერ შეასრულა ალიასკას შეხვედრის დროს ნაკისრი ვალდებულებები და იმუქრება იმით, რომ იერიშები გახდება კიდევ უფრო მეტად ზუსტი და კიდევ უფრო მეტად მასიური. ამის ფონზე, აი ამ ყველაფრის ფონზე უკრაინაში, როგორც ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ, აი ომის მიმდინარეობის პერიოდში უპრეცედენტო სამხედრო ცვლილებები განხორციელდა სისტემაში. უბრალოდ როგორც ნახეთ, უკრაინაში შეიცვალა თავდაცვის მინისტრი, შეიცვალა გენშტაბის ხელმძღვანელი, სანამ აი ამ ცვლილებებს რაღაცნაირად გავარჩევთ და იმ პიროვნებებს, რომლებაც დაიკავეს აღნიშნული თანამდებობა. ერთ მნიშვნელოვანი ნიუანსზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორც ჩვენ წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, ფიოდოროვის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი იყო, როგორც თქვა ზელენსკიმ, რომ ის უკმაყოფილო იყო მობილიზაციის პროცესის მიმართ, რაც უკრაინაში ხორციელდება და ისიც აღნიშნა, რომ თუ სექტემბერში რუსეთი წარმატებით მოახერხებს სამხედრო მობილიზაციას, მეორე მნიშვნელოვან ტალღის განხორციელებას, შესაძლებელია უკრაინა აღმოჩნდეს დეფიციტურ მდგომარეობაში ფრონტის ხაზზე, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ამ ლოგიკის განვითარებას რომ გავყვეთ, გამოქვეყნდა ესე იგი დონეცკის ოლქის, რომელსაც ნაწილსაც რუსეთი აკონტროლებს, დონეცკის ოლქის შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, სადაც 2026 წლის პირველი ნახევრისათვის დაახლოებით 73,000-ზე მეტი არის ახალი სიცოცხლე დაბადებული და 260,000-ზე მეტია გარდაცვალება, დაახლოებით 4-ჯერ მეტია გარდაცვალების მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა. საინტერესოა ის, რომ ეს თემა რო განვავითაროთ, მაისში უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დღესდღეობით უკრაინაში არის დაახლოებით 25 მილიონი მაცხოვრებელი. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ომის შედეგად განახევრდა ეს მოსახლეობა, ომი არის მიზეზი, თუმცა ზოგი შეიძლება, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე დაეცა, ზოგმა კიდე უბრალოდ დატყვა უკრაინა და მილიონობით დევნილია, როგორც იცით თქვენ მახლობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებული მობილიზება აი ამ დევნილებისა არის პოლონეთის ტერიტორიაზე. რაც აი ამ გრძელვადიან გამოფიტვის ომში მართალია დასავლეთის მხარდაჭერა იქნება ეს ტექნოლოგიები თუ სადაზვერვო მონაცემებით, საბოლოო ჯამში აი რუსული ომის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ეს ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამაზე მიანიშნა სწორედ ზელენსკიმ, როდესაც თქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო ფიოდოროვის ხუმრობებისათვის, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებაზე იყო ორიენტირებული ესეთი ტიპის რეფორმებზე, რადგან აი ესეთი სავალალო შედეგების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეთ. რომ დაუბრუნდეთ აი ამ სამხედრო სისტემაში
უკრაინულ ცვლილებებს, ფიოდოროვის გათავისუფლებას მოჰყვა აქციები და დემონსტრაციები, რომელზედაც წინა გადაცემაში პატარა კონსპირაციული თეორიათ შემოგთავაზეთ, ეხლა აღარ გამომეორდები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჩანდა ის, რომ ზელენსკიმ გენშტაბისა და თავდაცვის უწყებას შორის კონფლიქტში აშკარად სირსკის, გენშტაბის ხელმძღვანელის პოზიცია დაიჭირა, მისთვის სასარგებლო ამ აქციებმა საბოლოო ჯამში, იმისთვის რომ რაღაცნაირად დაეშოშმინებინა საზოგადოება, რომელიც საკმაოდ საეჭვოდ გამოვიდა ფიოდოროვის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა მართლა საზოგადოებაში, იმიტომ რომ რეფორმატორ თავდაცვის მინისტრად აღიქმეოდა. მან გადააყენა ზელენსკიმ სირსკი და მისი თანამდებობა დაიკავებს კიდევ ერთ-ერთი ახალი, საკმაოდ იგიმირული, ჰეროიკული ისტორიების მქონე, პოპულარული ახალგაზრდა გენერალი დრაპატი, რომელსაც ისტორიებით ხშირად ცდილობდნენ უკრაინელები, რომ საკუთარი საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინათ. მიხაილ დრაპატის შესახებ თუ კი რამე პირველ რიგში იძებნება სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში არის ის, რომ არის ესეთი კადრები მარიუპოლის ალყიდან, როდესაც ის არღვევს ამ ალყას და ეს იყო პირველი რაღაცნაირად ესეთი ემოციური კადრები, საიდანაც დაიწყო უკვე უკრაინული პროპაგანდა, რომ ისინი ომში არ დამარცხდებოდნენ და პირიქით მოვიდოდათ, რომ როდესაც უკრაინა სათანადო პასუხს გასცემდა რუსეთს. მის ბიოგრაფიაში, ყველაზე ესეთი მკაფიო მომენტი არის იზვარინოს ალყიდან უკრაინული ჯარისკაცების გამოყვანა, დაახლოებით 260 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაშინ მან და ძვირადღირებული ტექნიკას სამხედრო ტექნიკა გამოიტანა ისე რომ გაარღვია ჩასაფრებული რუსების ალყა და ამის ფონზე ეს არის ამ ახალი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე წარმოსული ახალი ტიპის სამხედრო პერსონა, რომელიც პოპულარულია, რა თქმა უნდა, თუმცა ის უფრო მეტად არის საველე მეთაური, ანუ უშუალოდ ფრონტის ხაზზე ახორციელებს ამ მართლაც ეფექტურ საბრძოლო მოქმედებებს, თუ ამდენად ეფექტური იქნება უკვე გენშტაბიდან და სადაც სტრატეგიის გათვლა ხორციელდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა მე მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო ყურადღება, არც სირსკი თვითონ ეს ყოფილი მეთაური გენშტაბისა არ იყო ისეთი ვთქვათ, დასაწუნი პერსონა უკრაინის მხრიდან, რადგანაც მანაც საკმაოდ წარმატებულად უხელმძღვანელა საბრძოლო მოქმედებებს. მრავალჯერ ეფექტურად დაიცვა პოზიციები და მეტიც თქვა კიდევაც, რომ მე დავტოვე არმია, რომელიც თავს კი არ იცავს, არამედ შეტევის აქტიურ ფაზაშიაო. უბრალოდ აქ არის ნიუანსი, რატო ხდება ესეთი წარმატებული სამხედრო პირების ესე განთავისუფლება, არის თუ არა ეს კონფლიქტი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გენერალ ზალუჟნის ისტორიაც, რომელიც დღეს ბრიტანეთში აფარებს ის თავს, იმიტომ რომ მას აქვს კონფლიქტი ზელენსკის ხელისუფლებას და როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ზალუჟნიმ დაუდასტურა, რომ ის აუცილებლად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც არ ვიცით გაიმართება თუ არა. ჯერ ითქვა სექტემბრის შემდეგ გადაიდო ეს თარიღი. თუმცა აშკარაა, რომ ამ ომში დაბადებული პოპულარული სამხედრო ლიდერები ზელენსკისთვის შესაძლებელია პოლიტიკური კონკურენტები აღმოჩნდნენ და ამის შესახებაც გამოითქვა, მოკლედ ანალიტიკოსებში ვარაუდი, რომ ფიოდოროვი, რომელიც დაუპირისპირდა არა მხოლოდ ზელენსკის, ესე რომ ვთქვათ, თუ კი აღნიშნა, რომ ზელენსკისთან არანაირი საწინააღმდეგო აზრი არ გააჩნია, მაგრამ სისტემიდან მოშორებული იქნა თან იმის ფონზე, რომ სწორედ მან დაიწყო ეს აქტიური მოდერნიზაცია უკრაინული თავდაცვის სისტემისა და ზოგადად სფეროსი, შემოიტანა ტექნოლოგიური ასპექტები, რამაც საბოლოო ჯამში ამ უპილოტო საფრენი აპარატებით და ამ სხვა ტიპის ახალი ტექნოლოგიებით უკრაინას ფრონტის ხაზზე გარკვეული უპირატესობა მიანიჭა, სწორედ ამ მისი მოდერნიზებული რეფორმების შედეგი იყო, გარდა ამისა ფიოდოროვი დასავლეთის კადრადაც აღიქმევა ადგილობრივ საზოგადოებაში, იმიტომ საკმაოდ მოსონთ მისი პერსონა და იმის ფონზე, რომ გვაქვს ზალუჟნის მაგალითი, ზელენსკისა და მისი შპაშმის შორის არსებული დაპირისპირებისა, გვაქვს ფიოდოროვის, რომელიც რატომ მოიხსნა ესე კაფიო და მისაღები პასუხი არ არის იმდენად ლოგიკური, რომ
ხსნიდეს ამ ზელენსკის გადაწყვეტილებას და გვაქვს სისკის მაგალითი, რომელიც ასევე ამ პროცესს შეეწირა. ორი პერსონა, რომელიც საკმაოდ დიდი სიმპათიებით სარგებლობს საზოგადოებაში, დღეს არის აი ამ სამხედრო პროცესებში ჩამოშორებული. მართლაც აღიქობს თუ არა ზელენსკია მათ კონკურენტებად და ამით ცდილობს რომ სრულად მან გააკონტროლოს ეს პოლიტიკური პროცესი უკრაინაში და არ მისცეს სამხედროებს პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის უფლება. ნუ ეს შეგვიძლია კონსპირაციულ თეორიადაც ივიჩნიოთ, თუმცა კითხვის ნიშანი ნამდვილად არსებობს. ფაქტია, ომი გაცდა თავისი ტრადიციულ ხასიათს და როგორც ვახსენე დასაწყისში, ის მიმართული არა მხოლოდ სამხედრო ან ადამიანური რესურსის წინააღმდეგ, ან პოლიტიკური სისტემების წინააღმდეგ, არამედ იგივე იმავე ლოჯისტიკური კვანძების, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და რაც თავარია საზოგადოებრივი განწყობის წინააღმდეგაც. საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ, ამდენად იმუქმედებს აი ეს მასირებული თავდასხმები რუსულ საზოგადოებაზე და რამდენად შესწევს აი ამ აპოლიტიკურ ან ომით გადაღრილ საზოგადოების ნაწილს ძალა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე, ან პირიქით ხომ არ გააძლიერებს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ხმამაღლა ღიად ითხოვენ ამ ომში რუსეთის უპირობო გამარჯვებას და ეს პოლიტიკა რამდენად შეცვლის სიტუაციას ფრონტის ხაზზე. უნდა ველოდოთ თუ არა სექტემბრიდან რუსეთის გაძლიერებულ იერიშებს და შესწევს თუ არა უკრაინას ძალა, რაც მთავარია, შეავსოს ადამიანური რესურსით ფრონტის ხაზი და ამით ღირსეულად დახვდეს ახალ რუსულ არმიას. მადლობა ყურადღებისათვის.